ღმერთს არ სურს, რომ ჩვენი სული საზრუნავის გარეშე იყოს. საზრუნავში გულისხმება სწორედ აი ეს ამ ქვეყნიური გასაჭირები, განსაცდელები, რომელიც არ გაძლევს შვების, მოდუნების, კომფორტული ცხოვრების საშუალებას. და თურმე ღმერთს არ სურს, რომ ჩვენი სული საზრუნავის გარეშე იყოს, ხოლო სხვაგვარად მოფიქრალი, ანუ ვისაც სურს, რომ ქრისტიანობასთან ერთად სრული კომფორტი გქონდეს და სრული კეთილდღეობა, სხვაგვარად მოფიქრალი ღვთის ნების მიღმა. ღვთის ნების მიღმა. ანუ ღვთის ნების მოწინააღმდეგეა. საზრუნავში კი გულისხმობთ არა სხეულის საჭიროებებს, რომელიც ისედაც აქვს, ხო, ადამიანი უნდა თოხნიდეს, რომ საჭმელი ჭამოს, შრომობდეს. ანუ არ გულისხმობთ სხეულის საჭიროებებს, არამედ იმ გაჭირვებებს, რომლებიც სათნო ცხოვრების მსურველთ. სათნო ცხოვრება ეს უბრალოდ კეთილად ცხოვრება კი არ არის, სათნო ცხოვრება ეს არის ღვთის ნების შესაბამისად ცხოვრება. რომელიც სათნო ცხოვრების მსურველად აუცილებლად შეხვდებათ, ასე იმპერატიული ტონით ამბობს. აუცილებლად შეხვდებათ. რა თქმა უნდა, ისააკასური აქეთ თავისას კი არ იგონებს, უფალი პირდაპირ ამბობს, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, პავლე მოციქულის სიტყვის, ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, იდევნება. ვისგან იდევნება? იმისგან, ვინც ქრისტე მოკლა. ვინ არის ეს, ვინც ქრისტე მოკლა? ამა სოფლის სული მოთანამშრომლე დემონურ ძალებთან. და ეს სული არსად არ წასულა. ეს სული ძალას იკრებს. და ანტიქრისტეთი დასრულდება. ძალიან მალე სხვათა შორის. ბევრი დრო არ დარჩა. ეს ყველაფერი მალე მოხდება. ახლა ჩვენ არ მოვესწრებით, არ მოვესწრებით, ეს არ ვიცით. შეიძლება მოვესწროთ კიდევაც. პროცესები ისე მიდის. მაგრამ ეს არავინ არ იცის, მაგრამ პროცესი ძალიან დაჩქარებულია და ეს მალე იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ აუცილებლად იქნება განსაცდელები სათნო ცხოვრების მსურველთათვის.